თუ უკვე იცი ქობისა და ღირკილოს სწორად დამუშავება, შეგიძლია ვიდეო ასკროლო და თუ ჯერ კიდევ არც არ გინახავს და არც ამ მეთოდით გაგიკეთებია, მაშინ მოკავათდი კომფორტულად ვიდეოს ბოლომდე უყურე და იმედია მოგეწონებათ. ეხლა როგორ ხდება ამის ისე დაკერება, რომ ცუდი პირიდან ძალიან ლამაზად და ასე ვთქვათ, სწორად იყოს დაკერილი. კარგ პირზე გავშლით ქსოვილს, ეს უკვე ჩვენთვის საჭირო რაოდენობის ასე ვთქვათ, ჩასაკერებელი მანძილი მონიშნული გვაქვს და როგორ ვაკეთებ, ნახეთ, ქობის კარგ პირს, დანაწარმის კარგ პირს დავადებთ ერთმანეთს. აი ესე დავადებთ, ნახეთ, გაშლილ მდგომარეობაშია. გადმოგეცავთ აი ამ პირს, აი ეს პირი სადაც მოუწევს, კალმით მოვნიშნავთ, აი ესე. აი ამ ხაზიდან, მონიშნული ხაზიდან 1 სანტიმეტრს მოვნიშნავთ, სად უწევს, მოვაჭრით. პირი არ შეუცვალოთ, ხობა ისევ კარგი პირით კარგ პირზე იდოს, წამოიღებთ. აი ამ გადაკეცილ 1 სანტიმეტრს რომელიც უთოზე ქონდა გადაუთავებული და ზუსტად აი ამ ხაზში ჩავკერავთ. შემდეგ წამოვიღებთ აი ამას. გვირისს გავუკეთებთ ზედა ნაწილზე. ამას დიაგონალზე მოვაჭრით აი ესე. ქობის მხარეს 1 სანტიმეტრი რო გვაქვს, ქობაც 1 სანტიმეტრზე აკეცეთ. ეცადეთ რომ თათში არ გაგიჭირდეს შეძრომა. ნახეთ, ამ ნაწილზე არ არის საჭირო, აი ქობის ნაწილზე გეუბნებით. ამ 1 სანტიმეტრიანის მხარეს გადაწევთ ქობას და 2 მილიმეტრიანი გვირისტი გავუკეთეთ. რეალურად. ნახეთ, კარგი პირი აქეთ იქნება და მას გავასწოროთ ახლა და უთოზე გავაუთავოთ. შემდეგ გავუკეთდება აი აქ უკვე გვირისტი და აქეთ ამ მხრიდან იქნება აი ესეთი ლამაზი და დაუმაგრდება უკვე